თბილისის საკრებულოს დეპუტატ ზურაბ ნეფარიძის ინიციატივით ისნის რაიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის ბესი გეთიას სახელობის ქუჩა გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ბესი გეთიას ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მეგობრები ესწრებოდნენ. ძალიან კარგია რომ ბესი გეთიას ქუჩა გაიხსნა, ეს ახალგაზრდა მეომარი ბიჭი, გმირი ბიჭი. კარგია რომ სახელმწიფო ზრუნავს იმაზე რომ მომგადახდილი ძლიერი ვაჟკაცები, მათი სახელობის ქუჩები ჩდება, სკვერები ჩდება, მათი სახელობის სხვადასხვა დაწესებულებები იხსნება. მთელი თბილისი ეფერება დღეს ბესი გეთიას. აქ გაიზრდება ახალი თაობა, რომელიც იტყვის, გაიგებს ვინ იყო ბესი გეთია, რა მებრძოლის სულის პატრონი იყო, გმირულად დაეცა. მადლობელი ვარ, და როცა ყოფილიყო ჩვენი ბესი გეთიას ქუჩის მაცხოვრებლები, ჩემი შვილი აფხაზეთში განისვენებს. ბესი გეთია აფხაზეთში ომის დაწყების დღიდან 23 ბრიგადის მოტომსროლელ ბატალიონში ირიცხებოდა. მან განსაკუთრებული მამაცობა გამოიჩინა 1993 წლის 15-16 მარტს გუმისთის მიდამოებში წარმოებულ ბრძოლებში. დაიღუპა სეპარატისტების მიერ მძევლად აყვანილი ქართველი მებრძოლის გათავისუფლების ოპერაციის დროს. ბესი გეთია სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისათვის. ბესი გეთიასნაირი ვაჟკაცებმა დღემდე მოიტანეს ეს ქვეყანა და მინდა გითხრათ რომ 16 მარტი იყო ერთ-ერთი უძლიერესი შემოტევა აფხაზეთზე, სადაც ჩვენმა ბიჭებმა და მაშინ როდესაც დაიღუპა ბესი კი თავიანთი თავდადებით სამშობლოს ანახეს რომ შეუძლიათ სამშობლოს დაცვა. მე აქვე მინდა აღვნიშნო რომ კარგია რომ გრძელდება ეს ტრადიცია და საქართველოში სხვადასხვა ქუჩებს ერქმევა გმირი ბიჭების სახელი. ეს მიმანიშნებელია რომ საკრებულო ზოგადად საზოგადოება ზრუნავს იმაზე რომ არ უნდა იყოს ეს სახელები დავიწყებული და ამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ სამშობლო ყოფილიყო ერთიანი და ძლიერი. კეცვიხრი მათ წინაშე ჩვენი ვალია რაც შეგვიძლია მაქსიმალურად ხარი დაუჭიროთ მათ ოჯახებს და სათანადოდ დავაფასოთ ამ გმირების ვაჟკაცობა, ვის თავი დადეს სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლებში. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის სახელობის მატარებელი ქუჩა. ამით პატივი მივაგეთ ჩვენ დაღუპულ ბიჭებს და მთელ თაობას, რომელმაც თავისი სისხლის ფასად დაიცვა და ცდილობდა დაეცვა საქართველოს მთლიანობა. მერთმა ნათელში დააწესოს ყველა საქართველოსათვის თავდადებული შვილის სული.